ქართული კლასიკური მუსიკის საღამოები, ასე ქვია კონცერტების სერიას, რომელიც გუშინ გაიხსნა. მუსიკალურ საღამოს თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიამ უმასპინძლა. მსმენელის წინაშე საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი და საყვარელი მუსიკოსები წარსდგნენ. მათ შორის იყვნენ ნატალია ქუთათელაძე, დავით ალადაშვილი, თამარ ლიჩელი. საკონცერტო პროგრამის ფარგლებში ხელოვანებმა ისეთი ქართველი კომპოზიტორების შედევრები შეასრულეს, როგორებიც არიან რევაზ ლაღიძე, ვაჟა აზარაშვილი. აღსანიშნავია, რომ ქართული კლასიკური მუსიკის საღამოების ფარგლებში კონცერტები მთელი წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში ჩატარდება. პროექტის დასკვნითი საღამო კი თბილისის კონსერვატორიაში 5 დეკემბერსაა ჩანიშნული. ძალიან მიხარია და ძალიან მადლობელი ვარ პირადად თათა ლიჩელის, რომელიც ჩვენი ძალიან ახლო მეგობარი, არაჩვეულებრივი მუსიკოსია, რომ ასეთი საჩუქარი გაგვიკეთა ჩვენ შემსრულებლებს, მაყურებელს და რაც ყველაზე მთავარია, კონცერტების სერია გაგრძელდება რეგიონებში, შესრულდება ისეთი ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოებები, რომლებიც აქამდე ჯერ არ შესრულებულა. ეს არის წლევანდელი წლის სტარტი უკვე ამ სერიების, ასევე კოლაბორაციაში ვართ ვალერიან შიუკაშვილის ფესტივალთან, სენაკში, ზესტაფონში, მართლაც ერთიანდება საქართველოს ქართული მუსიკით, რაც განსაკუთრებით საამაყო, ემოციური და საპასუხისმგებლოა. წარმატებას ვუსურვებ ყველა მონაწილეს. მიხარია რომ ჩვენც მივიღეთ მონაწილეობა, ნატალია ქუთათელაძე მე შევასრულეთ დღეს რამდენიმე რომანსი. იმედია რომ ეს ფესტივალი იქნება ყოველწლიური, მასშტაბური. ფესტივალი არის ძალიან საინტერესო, არა მარტო იმ კუთხით, რომ ქართული მუსიკა სრულდება მთლიანობაში, არამედ იმით, რომ სხვადასხვა რეგიონის და სხვადასხვა დარგის მუსიკოსები ერთმანეთს გაეცნობიან. ეს პროექტი ზოგადად არის განსაკუთრებული მნიშვნელობის, იმიტომ რომ აერთიანებს საქართველოში მცხოვრებ ქართულ შემსრულებლებს და ხდება ქართული ნაწარმოებების კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია, რაც მე ვფიქრობ, რომ ყოველთვის ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია. აქვე მინდა დავპატიჟო ჩვენი მსმენელი 23-ში ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სადაც ძალიან საინტერესო კონცერტი შედგება.